გრძელდება იმედის დილა. საგანმანათლებლო სააგენტო 6 აპრილს 11 საათიდან 18 საათამდე გვიწვევს სასტუმრო Radisson Blu ივერიაში გამოფენაზე. სწავლა საზღვარგარეთ ტოპ უნივერსიტეტებში, კოლეჯებში და ზაფხულის სკოლებში. ჩვენი სტუმრები არიან სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თემურ გაბუნია, ამავე სააგენტოს განათლების მენეჯერი ანა ჩომახიძე. დილა მშვიდობის, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. მადლობა მობრძანებისთვის. ნამდვილად ვფიქრობთ, რომ ეს ის თემაა, რომელიც ახალგაზრდების უმრავლესობას ყოველთვის ხიბლავს, აინტერესებს და სიამოვნებით ერთვებიან ხოლმე მსგავს შემოთავაზებებში. მოდით თავად მოგვიყევით თქვენი სააგენტოს მიერ დაგეგმილი ღონისძიების შესახებ. მოგახსენებ, დიდი მადლობა მოწვევისთვის. საგამოთვალო სააგენტო ILL ატარებს 6 აპრილის სასტუმრო Radisson Blu ივერიაში, საკომერციო დარბაზში საერთაშორისო საგამოთვალო გამოფენას ტოპ უნივერსიტეტებში, კოლეჯებში და საზაფხულო სკოლებში სწავლის სრულთათვის. ეს არის უნიკალური შანსი ჩვენი სტუდენტებისათვის, მოსწავლეებისათვის, ყველა ასაკის ადამიანისათვის, ვისაც უნდა სწავლა გააგრძელოს საზღვარგარეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში და კოლეჯებში. კონკრეტულად მათ აქვს შესაძლებლობა შეხვდნენ და უშუალოდ გაიარონ ინტერვიუები აი ამ უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან. ისეთი ტოპ უნივერსიტეტის წარმომადგენლები ჩამოთვლი მათ, როგორც არის მაგალითად St. Andrews-ის უნივერსიტეტი, Manchester-ის უნივერსიტეტი, London City უნივერსიტეტი, ამერიკული უნივერსიტეტები, როგორც არის South Florida, Marshall-ის უნივერსიტეტი, Colorado-ის უნივერსიტეტები, კოლეჯები, ისეთი ტოპ კოლეჯები, როგორც არის Cats კოლეჯი, MPW კოლეჯი და ბეილერების კოლეჯი და ასე შემდეგ. საზაფხულო სკოლებზე ქალბატონიანი მოგახსენებთ დამატებით კიდევ და მნიშვნელოვანი რაც აქ არის ის, რომ აი ამ მთელი დღის განმავლობაში დილის 11 საათიდან საღამოს 6 საათამდე ყველა მსურველს შეუძლია უშუალოდ გაეროს ინტერვიუ ამ უნივერსიტეტების კოლეჯების წარმომადგენლებთან. და იმის მაგივრად რომ შესაძლოა ჩვენ ვაგზავნით ლოტარიას თამაშობს სტუდენტი აგზავნის და 2 თვე ელოდება შემდეგ პასუხს, მას შეუძლია უშუალოდ აი ამ შეხვედრის გადაწყვეტოს თავისი ბედი, გადაწყვეტილებაც მიიღონ ამა თუ იმ უნივერსიტეტის ჩაბარების თავაზე და სულ რაღაც 7 დღეში პასუხიც მიიღოს, რამდენად კონკურენტ უნარიანია, რომ ამა თუ იმ უნივერსიტეტში კოლეჯში ჩააბაროს. თუმცა დავუმატებთ იმას, რომ აქ იქნება შემოთავაზებული გარკვეულად ნაწილობრივი სტიპენდიებიც და ზოგჯერ შეიძლება სრული დაფინანსებაც შეიძლება იყოს დამოკიდებული აგრეთვე სტუდენტის აკადემიურ მონაცემებზე, მის GPA-ზე და როგორი ნიშნები აქვს და როგორი წარმატებები აქვს მანამდე. ეს ყველაფერი საკმაოდ უნიკალურ შანსს ქმნის იმისათვის, რომ ყველა ადამიანმა დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლასთან დაკავშირებით, ეს უნიკალური შანსი გამოიყენოს, მობრძანდეს და მიიღოს მიეცეს შანსი საზღვარგარეთ სწავლასთან დაკავშირებით. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ აი ამ კოლეჯებს და უნივერსიტეტთან დაკავშირებით სტიპენდიების რაოდენობა სადღაც 3000-დან 18000 ფუნტამდე მერყეობს, როდესაც შეგიძლიათ ნებისმიერ ესეთი არჩევანი გააკეთოთ. თან უპირველესად კიდევ ეს ეხება კიდევ ერთხელ მინდა ჩამოთვალო როგორც სასკოლო სწავლების ბავშვებს, ასევე ეხება ბაკალავრის სულელებს, ასევე მაგისტრატურის და დოქტორანტებსაც. ყველა ნებისმიერი ასაკის ადამიანს. ეს ეხება ასევე იმათაც, ვისაც უნდათ მოკლევადიანი პროფესიული სასერტიფიკატო პროგრამები გაიარონ, როგორც არის ბიზნესში, მენეჯმენტში, შეიძლება ამ შემთხვევაშიც არის დაფინანსებები? არა, ამ შემთხვევაში უფრო ნაკლებად არის, მაგრამ ეს მოკლევადიანია, შეიძლება იყოს 4 კვირით, 8 კვირით, როდესაც ადამიანს დამთავრებული აქვს ყველა სასწავლებელი და შეუძლია უნდა გააღრმავება ცოდნა ნებისმიერი მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სპეციალური პროფესიული განვითარების პროგრამები არსებობს, რომელიც საკმაოდ მაღალი განვითარებით არის. რაც შეეხება ასევე აი ისეთ პროგრამებს, როგორც არის ენის პროგრამები, ენის გაუმჯობესების მხრივ, აქ არის საკმაოდ მრავალი არჩევანი, მრავალ ქვეყანაში, ევროპის მრავალ ქვეყანაში, აი ისეთები, როგორც არის ბრიტანეთი, შეიძლება იყოს მალტა, შეიძლება იყოს ირლანდია, ამერიკა და ასე შემდეგ. ასევე შეიძლება ეს არჩევანი გააკეთეს, იმიტომ რომ ყველა ეს ქვეყანა იქნება იქ წარმოდგენილი და გარდა ამისა ბევრი სხვა ქვეყანაც, რომლებიცაც შეუძლიათ აი ეს შემოთავაზება გააკეთონ. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა მოვიწვიო ყველა, ვინც არის დაინტერესებული, რომ მიიღოს კონკურენტული განათლება, მიიღოს კონკურენტული ადგილი შემდეგ თავის კარიერაში და გააკეთოს არჩევანი თუ რა უფრო სურს, იმიტომ რომ აქ იქნება დაახლოებით 50-მდე ასეთი ინსტიტუტი წარმოდგენილი და მნიშვნელოვანი მომენტი არის. რა თქმა უნდა, ესენი კიდევ ვინც ვერ მოახერხებს ამ კვირა დღეს, მას შეუძლია ჩვენთან ოფისშიც მოვიდეს, ILL-ის ოფისში, ვაჟებს აველას გამზირზე, სადაც ჩვენ კვალიფიციურ რჩევებსაც მიიღებენ. და ასევე მინდა თქვა, რომ ის სტუდენტები, არ მინდა არავის დავწყვეტებული, ვისაც არ არიან ჯერ მზად აკადემიურად, შეუძლიათ ჩვენ გვაქვს სპეციალური ცენტრი ბრიტანელებთან ერთად შექმნილი, სადაც ეს სტუდენტები წინასწარ მომზადდებიან, ჩააბარებენ წინასწარ გამოცდებს და ყველა დოკუმენტაციას გააფორმებენ ჩვენთან. ამიტომ ეს საკმაოდ არის
გაადვილებული იმ ადამიანებისთვის, მოტივირებული სტუდენტებისთვის და კანდიდატებისთვის, ვისაც სურს აი ესეთი პრესტიჟული განათლება და კონკურენტული განათლება მიიღოს. ახალგაზრდების უმრავლესობა ვფიქრობ, რომ ნამდვილად მოტივირებულია და ნამდვილად სურს, რომ იყოს კონკურენტუნარიანი. ეს უკვე ესეთი დროა. კი, რა თქმა უნდა, თან თუ იმასაც დავამატებთ, რომ ჩვენი მომსახურება არის კომპლექსური, ეს მოიცავს არა მარტო უნივერსიტეტში ჩარიცხვას, არამედ მათ საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, მათი სრულ სერვისს, ასე რომ ვთქვათ, მთლიანად თავიდან ბოლომდე მომსახურების გაწევას, მათამი სრულ რჩევების მიცემას და აგრეთვე მონიტორინგის გაწევას წელი წლის განმავლობაში თუ რა პრობლემები შეიძლება გაუჩნდეთ სწავლასთან, ცხოვრებასთან, ყოფასთან დაკავშირებით და ამაში ყველაფერს ვეხმარებით ჩვენ და ასევე მინდა გითხრათ, რომ თითქმის ნებისმიერი ასეთი შემთხვევა გამოიყენება ამ სტუდენტებისათვის მათი კარიერაში და მათი უფრო კონკურენტული პროგრამების შერჩევასთან დაკავშირებით ჩვენს დახმარებაში ეს საკმაოდ კარგ შესაძლებლობას ქმნის იმისათვის, რომ რაც შეეხება ასევე გამოფენაზე არის დაგეგმილი, როგორც ვიცით, გათამაშება, ხო? და ამ გათამაშებაში ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება და რაში მდგომარეობს ეს გათამაშება იქნება აუხსნეთ მაყურებელს? გამოფენაზე 6 აპრილს არის გათამაშება დაგეგმილი, ეს არის საზაფხულო სკოლის გათამაშება, რაც გულისხმობს, რომ ერთ-ერთ იღბლიან სტუდენტს დაუფინანსდება 2 კვირის განმავლობაში მხოლოდ სწავლის ღირებულება, ამისთვის მხოლოდ და მხოლოდ საჭირო ის 12 და 17 წლის ასაკის მოსწავლეებმა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმები გამოფენაზე უშუალოდ და მოათავსონ გათამაშების ყუთში. დღის ბოლოს დაახლოებით საღამოს 6 საათისთვის ჩვენ გამოვავლენთ ერთ გამარჯვებულ იღბლიან მოსწავლეს. მე მინდა მოკლედ ჩავიღო საზაფხულო თემების, საზაფხულო სკოლების თემას. ILL-ის თავაზობს მოსწავლებს საზაფხულო სკოლებს დიდ ბრიტანეთში, თავაზობს ლონდონში, კემბრიჯში, ოქსფორდში, აქ არის ჩვენი პარტნიორი საზაფხულო სკოლების ბროშურები. ასევე საზაფხულო სკოლები გვაქვს გერმანიაში, გვაქვს შვეიცარიაში, გვაქვს საფრანგეთში და ევროპის სხვა ქვეყნებში. ენის შესწავლასთან ერთად საზაფხულო სკოლაში ბავშვებს აქვს ძალიან საინტერესო პროგრამები, რაც გულისხმობს კულტურულ შემეცნებით აქტივობებს. რა თქმა უნდა, ენის შესწავლა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავდროულად ისინი იღებენ ძალიან კარგ გამოცდილებას, რაც ხშირ შემთხვევაში განსაზღვრავს მათ მომავალ საუნივერსიტეტო არჩევანსაც. ILL-ს აქვს ძალიან კარგი შემოთავაზება ინგლისური ენის მასწავლებლებისთვის. კერძოდ, ის მასწავლებლები, რომლებიც შეკრებენ 8-დან 10 კაცამდე ბავშვებს, ILL-ის თავაზობს მათ უფასო ადგილს ამ საზაფხულო სკოლაში, ან ჯგუფის ხელმძღვანელი გაყვება ჯგუფს სრულიად უფასოდ და ILL იღებს თავის თავზე ამ მასწავლებლის დაფინანსებას. ამიტომ ის პირები, რომლებიც დაინტერესდებიან ამ შემოთავაზებით, აუცილებლად უნდა მოგვმართონ თბილისში, ვაჟა-ფშაველას 30A-ში, ასევე ბათუმის ფილიალშიც, გორგილაძის 91-ში. ძალიან საინტერესო და ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეს საზაფხულო სკოლები ჩამოდიან 6 აპრილს გამოფენაზე და მშობლებს და ასევე ბავშვებს შეუძლიათ უშუალოდ საზაფხულო სკოლების წარმომადგენლებისგან მიიღონ დეტალური ინფორმაცია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ თითოეულ წარმომადგენელს გვერდით ეყოლება თავისი თარჯიმანი, რომელიც ასე ვთქვათ, შეუფერხებულ კომუნიკაციას უზრუნველყოფს. ესენი იქნებიან ჩვენი სტუდენტები, შესაბამისად, ველოდებით 6 აპრილს ყველას Redison Blue Iberia-ში 11-დან 18 საათამდე. და მე მინდა მაინც ბოლოს თქვა, რატომ უნდა ავირჩიოთ ILL-ი, რატომ უნდა გავაკეთოთ, რატომ უნდა მოვიდნენ ჩვენთან. პირველ რიგში, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ხნის გამოცდილება ამ საქმეში. ასევე ჩვენ უკვე ძალიან კარგად ვიცით ის მოთხოვნები, რაც მშობლებს აქვთ და ვაცნობიერებთ იმ პასუხისმგებლობას, რასაც მშობლების მიმართ გვგრძნობთ, რადგან ეს არ არის ადვილი, გაუშვას ასეთ ადრეულ ასაკში ბავშვი დამოუკიდებლად საზღვარგარეთ. შესაბამისად, ჩვენი ესეთი დაუღალავი შრომის შედეგად ჩვენ ვაღწევთ და ვდებთ მაქსიმუმს. ძალიან დიდი მადლობა ასეთი საჭირო ინფორმაციისთვის. ვფიქრობთ, რომ ბევრი გამოჩნდება მსურველი და ბევრი ჩაერთვება ამ ღონისძიებაში. კიდევ ერთხელ თარიღი, ეს გახლავთ 6 აპრილი, კვირადღე არის სასტუმრო Blue Iberia საკონფერენციო დარბაზის, პირველი და მეორე საკონფერენციო დარბაზი, სადაც გელოდებით ყველა მსურველს, ვისაც სურს სწავლა გააგრძელოს უნივერსიტეტებში, კოლეჯებში, საზაფხულო სკოლებში, ყველა პროგრამაზე, რომელსაც თქვენ ისურვებთ. დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. შესრულდა 9 საათი და დროა რომ ქრონიკას დაუთმოთ ეთერი.